დღე, როდესაც უდიდეს მწუხარებას უდიდესი სიხარული ანაცვლებს. ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება იერუსალიმისკენ იყო მიმართული. ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით პილიგრიმი შეხვდა. აღდგომას წინ მძიმე ვნების კვირა უძღვის 7 დღე, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას აძლევს გაიაზრონ იესოს სიცოცხლის და სიკვდილის მნიშვნელობა. კურიერის გადამღები ჯგუფი ნინი ნაცვლიშვილი და დათო მაისურაძე აღდგომას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეხვდნენ. პირდაპირ ეთერში ვთავთ იერუსალიმს, ნინი ნაცვლიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინი, როგორი იყო აღდგომის დღესასწაული წმინდა მიწაზე? იერუსალიმში წელს წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებული ხალხმრავლობა და განსაკუთრებით ბევრი ქართველი მომლოცველი იყო. ნაწილმა, ვინც ვერ შეძლო გუშინ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დასწრებოდა, ტაძრის ეზოში ელოდებოდა ცერემონიას, რომელიც დღის 12 საათზე დაიწყო და ყველა იმ საუკუნოვანი ტრადიციის, რიტუალისა და წესის დაცვით შესრულდა, რომლის გარეშეც დიდი შაბათი და ეს დღესასწაული წარმოუდგენელია. დღევანდელ დღემდე იყო ვნების კვირა. ყველაზე მძიმე დღეები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ათასობით მორწმუნემ ის ეპიზოდები გაიხსენა, რაც სახარების მიხედვით მაცხოვარს გადახდა. აქედან ყველაზე მძიმე ვნების გზა, რომელიც იესომ გაიარა ჯვარცმამდე და ვია დოლოროსას სახელითაა ცნობილი. სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ყოველ წითელ პარასკევს ერთად ლოცვით, გალობითა და ჯვრებით გადიან ვია დოლოროსას. აი ამ მსვლელობაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო საქართველოს დროშის დანახვა და ქართული გალობის მოსმენა. რა თქმა უნდა, ქალაქში მთელი ამ დღეების განმავლობაში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, გადაკეტილი იყო ძველი იერუსალიმში შემოსასვლელი ყველა კარიბჭე და სპეციალური საშვის გარეშე არათუ ტაძარში შესვლა, არამედ ქალაქში გადაადგილებაც კი წარმოუდგენელი იყო. დღეს შედარებით სიმშვიდეა, თავისუფლებაა, იმიტომ რომ პილიგრიმების უმრავლესობას საკუთარ სამშობლოში ეჩქარებოდა იმისათვის, რომ ჩაეტანა წმინდა ცეცხლი, მათ შორის ქართველ მომლოცველებსაც, რომლებიც გუშინ გამოიმგზავრნენ და ჩამოიტანეს წმინდა ცეცხლი და გაავრცელეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში. აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე და ქრისტეს სამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ვნების კვირაში მორწმუნეები ყველა იმ ეპიზოდს იხსენებენ, რაც სახარების მიხედვით მაცხოვარს გადახდა. მათგან ყველაზე მძიმე იესოს ვნების გზა, რომელსაც წმინდა მიწაზე წითელ პარასკევს ყველა კონფესიის ადამიანი გადის. ვია დოლოროსა, ასე ჰქვია 600 მეტრიან მონაკვეთს, რომელიც კაცობრიობის ცოდვებით დამძიმებულმა ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. ამ გზაზე ისმის ქართული გალობაც. დღეს ეს დღე განსაკუთრებულია, ძალიან მძიმე დღეა, სრულიად მართლმადიდებლებისთვის. სერბეთიდან ვარ და უკვე მეშვიდედ ვარ აქ. მადლობა უფალს, რომ ვარ ამ წმინდა ცერემონიის მონაწილე. ძალიან მძიმე დღეა ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ეს ჯვარცმის დღეა და ეს გოლგოთა ზოგადად სიმბოლურადაც ყველამ უნდა გაიაროს. უნდა დავითმინოთ, როგორც მაცხოვარი ითმენდა. პილატეს სასახლიდან დაწყებულ მსვლელობაში მორწმუნეების სიმბოლურად ჯვრებით, ლოცვითა და გალობით მონაწილეობენ. გზად კი 14 ჯერ ჩერდებიან. ვია დოლოროსა 600 მეტრი და 14 გაჩერება. ამ გზაზე მაცხოვრის თითოეული შესვენება დანომრილია. ჩვენ ახლა მეოთხე გაჩერებასთან ვიმყოფებით, სადაც ჯვრის სიმძიმისგან დაღლილი იესო ქრისტე კედელს მიეყრდნო. აქ ქვის კედელზე სწორედ მისი ხელის ალაბეჭდია. ამ ვიწრო ქუჩებზე ის ადგილიცაა მონიშნული, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა შეეგება და სისხლიანი სახე შეუმშრალა. წმინდა მიწას ის გაჩერებაც ახსოვს, სადაც იესოს ღვთისმშობელი შეხვდა და ისიც, როდესაც ტანჯვით დაუძლურებული დაეცა.
ბოლო გაჩერება გოლგოთა, იქ სადაც უფლის წამების ადგილი, გარდამოხსნის ქვა და ქრისტეს საფლავია. დღევანდელი დღე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ვია დოლოროსა, ძალიან მძიმე იყო და ძალიან რთული იყო. მის უწმინდესობის მოსაყუთებით მოგოცა იმის საშუალება, რომ ჩამოსულიყავით მოგოლოცა წმინდა ადგილები. როდესაც დაფიქრდები, რომ მაცხოვარმა ესეთი რთული გზა გაიარა და ის თავისი გაჩერებებით ძალიან ემოციური არის. აქ პილიგრიმები შუაღამემდე ევედრებიან უფალს, რომ ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მომსწრეები კვლავაც გახდნენ. დიდ შაბათს, როცა წმინდა ქალაქში შემოსასვლელი ყველა კარიბჭე დაიკეტება, მაცხოვრის ტაძრის კარი იღება. მას მუსლიმი მცველი აღებს. მისი ოჯახი ამ ტრადიციას საუკუნეებია იცავს. როცა ათასობით მორწმუნე კუვუკლიის გარშემო იკრიბება, უფლის საფლავი ცვილის ბეჭდით ილუქება. წმინდა ცეცხლის მომლოდინეთა მხელვარება მძაფრდება. ათასობით მორწმუნე უფალს საკუთარ ენაზე ადიდებს. ტაძრის ყველა კუთხიდან ქართული შეძახილები ისმის. სამარისებურ სიჩუმეს მართლმადიდებელი არაბები არღვევენ. ჩვენი რწმენა მართალია, გაიძახიან ერთმანეთის მხარდამხარ შემომსხდარი ახალგაზრდები და დაფთაფებზე დაყვრით ტაძარს გარსუვლიან. ამის შემდეგ ტაძარში იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე მოდის. მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში შესხონდე განიმოსება და შიგნით კვართის ამარა შედის. რამდენიმე წუთის შემდეგ თეოფილოს მესამე სუნთქვა შეკრულ მომლოცველებთან ღვთიური ცეცხლით დაბრუნდა. სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების ყიჟინა მთელი ტაძარი მოიცვა და ერთიანად განათდა. ქრისტე აღდგა მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი კვლავ გადმოვიდა როგორც სიმბოლო სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა, რომელიც ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. ულოცა სრულიად საქართველოს ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა, ხალხო გილოცავთ. თელ მართლმადიდებლებს და ქრისტიანებს ულოცავთ. ამ წინვალებ ამბავს. სიოცებისგან სულაც მან ცამნებს ვერ ვიკავებ. არაბებთან ერთად ჩამოვედი ყიჟინით და უსაწყოდ ემოციურად ვარ. ხმაც გაიაღარდა ისე. ღვთიური ცეცხლი ყველა პილიგრიმმა წმინდა მიწიდან საკუთარ სამშობლოში ჩაიტანა, მათ შორის საქართველოშიც. წმინდა ცეცხლის მოლოდინში მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში ესწრებოდნენ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო თბილისში. წმინდა ცეცხლი ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, შემდეგ კი ყველა ეკლესიაში გავრცელდა. აღდგომის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს პატრიარქმა მიულოცა. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღდგა, სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა.